პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ რეჟიმის სისუსტე გვაქვს სახეზე, იმიტომ რომ აი ამ დაუმორჩილებლობას, აი ამ სიმტკიცეს, აი ამ ყველაფერს ერთ-ერთ ცოტა ვღელავ. რა თქმა უნდა, რეჟიმი აჩენს თავის სისუსტეს ამით, იმიტომ რომ ცხადია ჩვენ ვიცით ის ფაქტი, რომ დღეს ფორმალურად 12 საათამდე ჰქონდა მას ვადა გადახდის, აი მგირაოს გადახდის, მაგრამ ვერ მოითმინეს და ეს ყველაფერი სახეზე არის ის, რომ რეჟიმი ნამდვილად სუსტია და ეს უკომპრომისობის ეშინია. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ხედავთ ირგვლივ აი ამ კომპრომისობის უამრავ მაგალითს და დღეს 19 წლის ჯიქიას წერილი წავიკითხე, სადაც ის საუბრობს ზუსტად აი ამ უკომპრომისობაზე. რო ბრძოლა უნდა მივყვანოთ ბოლომდე. ნიკა გუშინდელი ინტერვიუები და გუშინ მეც შევხვდი მას, ცხადი არის მხნედ და არის ბრძოლის ხასიათზე და ბოლომდე მივყვანთ ამ ბრძოლას.